Აღნიშნულისა მეგობრებო, როგორც მოგლეთ დაგვირდით, ვაგრძელებთ საუბრებს სულიერი კანონის შესახებ, წმინდა მარკოს მონაზონის თავებიდან და წინა საუბარში ჩვენ გქონდა გავამახვილეთ ყურადღება საკუთარი ნების უარყოფაზე, საკუთარი ეგოიზმის დაძლევას აუცილებლობაზე და შემდეგი ეს იყო ისე იგი ღმერთზე მინდობაზე, რომ ყველა სიკეთე ღმერთისგან მოდის და ჩვენ არაფრის ქმნა არ შეგვიძლია ადამიანებს ღმერთის შეწევნის გარეშე. დღევანდელ დღეს მინდა ვისაუბროთ, წავიკითხავ ერთ მუხლს, რომელზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება. ორი მუხლი იქნება დღევანდელი დღეს განსახილველი და შევეცადოთ მცირეოდენი ვისაუბროთ ამაზე. დღევანდელი საუბრის თემა იქნება სარწმუნოება. თქვენ ხედავთ დღევანდელ პერიოდში, დღევანდელ ეპოქაში, რომ ჩვენ სინამდვილეშიც რამდენად რთულია ადამიანმა ისე იგი სულიერი სიმშვიდე და სულიერი შინაგანი ყუდროება შეინარჩუნო. რომ ამ ყველაფერმა არ შეგიშალოს ხელი ლოცვაში, არ შეგიშალოს ხელი ღმერთთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ როდესაც შინაგანი შფოთია ადამიანში, რა მიზეზითაც არ გინდა იყოს ეს, ადამიანი ვერ ახერხებს ღმერთთან საუბარს, ადამიანი ვერ ახერხებს ლოცვას და გამომდინარე აქედან კარგავს ღმერთთან კავშირს. და ჩვენი მთავარი დანიშნულება არის ამ წუთის სოფელში მოსვლის შემდეგ, რომ ჩვენ უნდა ესე იგი ვცხონდეთ, მარადილობაო და დავიმკვიდროთ. ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება დღეს ისმენდეს ამ საუბრებს, ხო, თუ ვინმეს ეს მიზანი არ აქვს დასახული, ანუ ცხონების მიზანი, რომ მარადილობის დამკვიდრებისა მიზანი არ აქვს, მაშინ რთული იქნება მისთვის გასაგებად, იმიტომ რომ ადამიანმა საკუთარ თავზე, საკუთარ ეგოიზმზე, საკუთარ სურვილებზე, მინდა, მჭირდებაზე უნდა თქვას უარი, რომ დაემორჩილოს ღვთისნებას და ღვთის ცნების მიხედვით ისწავლოს ცხოვრება. რთულია ადამიანმა გაიჭირო რაღაცები არ აკეთო და ამავე დროს თან გიხაროდეს და ბედნიერი იყო. ძნელი ადამიანმა გსიამოვნებდეს რამის კეთება და უცებ შეცვალო და ის რაც გსიამოვნებდა ამის კეთება ისე იგი აღარ ინდომო და ეს ყველაფერი თან გიხაროდეს, რომ ამას აღარ აკეთებ. და ეს ჩვენი საუბრები ზუსტად გამომდინარე აქედან, რომ ვისწავლოთ სულიერი კანონის ხედვა, რომ ვისწავლოთ რატომ რა ხდება ჩვენში სულიერად, რას ვებრძოლოთ, როგორ ვებრძოლოთ. და ამ ბრძოლაში, სულიერ ბრძოლაში ყველაზე მთავარი და ცენტრალური ნაწილი უკავია სარწმუნოებას და რწმენას. ეხლა წავიკითხავ მე ერთ მუხლს, რწმენის შესახებ არის ეს მუხლი, ეს არის პირველი თავის, ისე იგი მესამე მუხლი არის ეს და ასე ჟღერს. მტკიცე რწმენა ძლიერი ციხე-სიმაგრეა, რადგან ვისაც სწამს, მისთვის ქრისტე ხდება ყველაფერი. ანუ კიდევ გავიმეორებ. მტკიცე რწმენა ძლიერი ციხე-სიმაგრეა, რადგან ვისაც სწამს, მისთვის ქრისტე ხდება ყველაფერი. გავყვეთ ზოგადად ამ მუხლის თითოეულ ნაწილს და ისე იგი შევეცადოთ, რომ მცირეოდენი გავამახვილოთ ყურადღება თითოეულ სიტყვაზე. მტკიცე რწმენა. ანუ რა არის სარწმუნოება ზოგადად, ხო?
ადამიანი, რომელიც მოდის ტაძარში, ხშირ შემთხვევაში და სულიერ ცხოვრებას იწყებს, არ იცის რა აკეთოს. აი ნამდვილად არ იცის რა აკეთოს და აი როგორ გითხრათ, იცი, ჩვენ უკვე ადამიანებს ვეძახით ხოლმე, მორწმუნე ადამიანი, აი მორწმუნე ვარ. მე მინდა გითხრათ და არ გეწყინოთ არავის, რომ მე მინახავს მაგალითად ურწმუნო სასულიერო პირები. მე მინახავს ძალიან ბევრი ურწმუნო ადამიანი, რომელიც ეკლესიაში დადის. და ეხლა აგიხსნით რას გულისხმობს სარწმუნოებაში. ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ ჩვენი რელიგიურობა, რომელიც აუცილებელი არის და რა თქმა უნდა ჩვენ ტაძარში დავდივართ, ღვთისმსახურებას ვესწრებით, აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით, ეს აუცილებელი პირობები არის ღმერთთან საურთიერთობოდ. მაგრამ რა არის მორწმუნეობა? აი ეს უნდა ჩამოვყალიბდეთ ამაში, რომ ადამიანი არის თუ არა მორწმუნე. ანუ ჩვენ ეს ამ ეპითეტს ხმარობთ ხოლმე ესეთ იმითი, აი საყოველთაოდ, აი მორწმუნე ხარ? ანუ ეს მორწმუნეა, ის არ არის მორწმუნე, ანუ ისე იგი ვინც ეკლესიაში დადის, უკვე მორწმუნეა. და მინდა გითხრათ, რომ ესე არ არის. რა თქმა უნდა, თუ საყოველთაოდ ავიღებ და უბრალოდ ისე დასახელების ფორმით ავიღებ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ ესე, რომ ადამიანი ვთქვათ, აი როგორც ვიტყვით, რომ ქრისტიანია ადამიანი, ну ქრისტიანია ადამიანი. თავისთავად რატო? იმიტომ რომ მონათლულია. მაგრამ ეხლა ჩავწვდებით ამ მუხში რო გავალთ კიდე, აი ბოლოს რო წერია, რომ ესე იგი ქრისტე ხდება მისთვის ყველაფერი, აი რას ნიშნავს ადამიანი იყოს მორწმუნე? მოდი ეხლა ამაზე ვისაუბროთ. ვის შეიძლება ეწოდოს ადამიანი, ანუ ვის შეიძლება უწოდოთ მორწმუნე? მოდი ესე კი არა ვთქვათ. ანუ რა დროს შეიძლება საკუთარ თავს უწოდოთ რომ მორწმუნე ვარ? რომ მე ეხლა მწამს. ანუ აი მწამს მე. პირველი მინდა გითხრათ, რომ სარწმუნოებრივი გზა ეს გზა არის. ანუ ეს არ არის აი უცებ მორწმუნე ვერ ხდება ადამიანი. ვერაფრით ვერ გახდება უცებ მორწმუნე ადამიანი. ისე იგი ვერც სასწაულის ხილვით. აი შეიძლება უცებ სასწაული იხილოს ადამიანმა და თქვას, უი, ხო, აი ესა, მაგრამ თუ ამ სასწაულის მოხვედრას, ანუ მოხდენას ადამიანმა შინაგანი არ დაახვედრა და არ იცის როგორ გააგრძელოს სარწმუნოებრივი ცხოვრება, ის სასწაული ძალიან მალე დაავიწყდება, იმიტომ რომ ეს სასწაული გარეთ მოხდა. სადღაც მოხდა, ხაც მირონი წამოუვიდა, ну რაღაცა კიდე ვიღაცა ავანტყოფი განიკურნა და ასე შემდეგ, რაც ხდება ხოლმე ყოველდღიურობაში, ხო, რაღაცა გარკვეული სასწაულები, რომელზეც თქვათ ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? და ვხედავთ და ვიღაცები გვიყვებიან და ზოგ შემთხვევაში წიგნებშიც ვკითხულობთ. და რას ნიშნავს ადამიანი თვითონ, ანუ თვითონ აი ჩვენ თავს როდი შეიძლება უწოდოთ რომ მორწმუნეები ვართ? პირველი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვადგევართ სარწმუნოების გზას. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა. თავიდან ვიწყებთ ურწმუნოებით, უნდა ვაღიაროთ რომ რწმენა საერთოდ არა გვაქვს. ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა, როგორც ვილაპარაკეთ ადრე, რომ ჩვენ ღმერთთან ურთიერთობა არ ვიცით, ჩვენ სული სიგლახაკე უნდა ვაღიაროთ საკუთარი გამოფიტვა სულიერი უნდა ვაღიაროთ, თითქმის სიკვდილი სულიერი უნდა ვაღიაროთ და აი ამ საკუთარი გულის ჯოჯოხეთიდან, ამ საკუთარი გულის ურწმუნოებიდან დავიძრათ ღმერთის სარწმუნოებისაკენ. ეხლა თქვათ, რა არის სარწმუნოება? სარწმუნოება არის გარკვეულწილად უხილავის დაჯერება, ამას იძახის პავლე მოციქული. რომ ანუ უხილავის დაჯერება არის, ანუ რაღაცა ისეთი, რასაც რაც მოკლებული ადამიანი ხუთი გრძნობის ორგანოს. ანუ რასაც ვერ ხედავთ, რისიც არ გვესმის, რასაც ვერ ლაპარაკობთ, ესე გემოს ვერ უხილავთ, რასაც ვერ ვეხებით. ანუ ხუთი გრძნობის ორგანოს მიღმა არსებული რეალობა არის, რისი დანახვაც გვიწევს ჩვენ. ეხლა ვსვავთ, დაჯერება და დანახვა, როგორ უნდა დავინახოთ, რითი უნდა დაინახოს ადამიანმა უხილავის სამყარო. აი ზუსტად ამაზე გვაქვს ჩვენ ეხლა დღეს საუბარი და ეს საუბრებიც ამაზეა, რომ ადამიანს აქვს ესე რომ ვთქვათ, მეექვსე გრძნობის ორგანო, ესე რომ ვთქვათ, ეს არის სულიერი თვალი, ანუ სული. სულს აქვს ნიჭი
და სულს აქვს თვისება, რომ დაინახოს უხილავი, იმიტომ რომ თვითონაც ასეთია ბუნებით. გახსოვთ მაცხოვარი ბრძანებს, რომ იოანეს სახარებაში, რომ სულ არის ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემა მისი. ანუ ჩვენი ღმერთისადმი რწმენა და ღმერთისადმი, ანუ ზეცასთან კავშირი და ზეცისა ჩვენთან კავშირი არის სულის მეშვეობით. ანუ ჩვენი სხეულის მეშვეობით არ არის, ანუ ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით არ არის, ჩვენი ფსიხეს მეშვეობითაც არ არის, ანუ არის სულის გონითი ნაწილით, ანუ ეს სული არის გასაღები ზეცაში გახედებისა, ანუ უხილავის დაჯერებისა, ესე რომ ვთქვათ. ეხლა ვსვავთ კითხვას, ნახეთ როგორ რაღაცა რა არის მნიშვნელოვანი აქ, ანუ თუ კი მე უნდა აღმოვაჩინო და რამენაერად მე როგორც პიროვნებამ დავინახო ის რისი დანახვაც ფიზიკური თვალს არის მოცილებული, რა არის ჩემთან ყველაზე ახლოს, რისი დანახვა შეიძლება ადამიანმა, რა შეიძლება რომ დაინახო. ეს არის ჩვენივე სული. ნახეთ, ღმერთი კი არ უნდა ვეძიოთ პირველ რიგში. ანუ ღმერთს კი არ ვეძებთ პირველ რიგში, არამედ სულის გასუფთავებას და გაწმენდას ვიწყებთ, რომ ეს სული აღმოვაჩინოთ და ამ სულის მეშვეობით, ანუ ამ სულში არსებულმა ნიჭმა და თვისებებმა შეძლოს ღმერთის დანახვა და ღმერთთან ურთიერთობა. ანუ ღმერთთან მისასვლელი არის ჩვენი სულის გავლით. და პიროვნება როგორც მე ფლობელი აი ამ სულისა, რომელიც მე გამაჩნია, მე მინდა რომ ჩემში არსებული ეს სული გავანთავისუფლო, აღმოვაჩინო, დავინახო. თავში ახლა ვინმე რო კითხოთ ახლა რომელიმე თქვენგანს, რომ იცით თქვენ სული რო გაქვთ. ანუ რითი გრძნობთ რომ სული გაქვს ადამიანს, ხო? ანუ აი რო დაждდეთ, აი მე ბევრჯერ მიკითხავს, აი მithქვამს, აი მოდი დაგისვავთ ასეთ კითხვას, რომ მაგალითად მე რო დავწმუნდე რომ ისე იგი ღვიძლი მაქვს, ნაღველი მაქვს, თქვა თირკმელები მაქვს, მივალ და ეკოსკოპიას ჩავიტარებ, ხო? ეკრანზე გამოჩნდება თავისთავად, რომ ეს ორგანოები გამაჩნია და მისი, თქვათ, მდგომარეობაც გამოჩნდება. აი სვავ კითხვას მაგალითად, რომ თქვენ ვინც უწოდებთ საკუთარ თავს როგორც მორწმუნეს, რა გააკეთეთ იმისთვის, რითი დარწმუნდით, რომ მართლა გაქვთ სული. იმიტომ რომ პირველი ნაბიჯი, ამას ნახეთ, ჩვენ ღმერთი სადღაც ღრუბლებში, ზეცაში, ჩვენს გარეთ, სადღაც კი არ უნდა ვეძიოთ. ამიტომ ამას ვერ ვიპოვი და ადამიანი შეიძლება ხიბლში ჩავარდეს. ხშირად არის ხოლმე, რომ აი ესე რაღაცა ხმები მესმის, ვიღაცა მოვიდა, სიზმარში ისავნახე და ადამიანი მოხიბლულია საკუთარი რაღაცა ესეთი განცდებით, რომელიც არის და თავისთავად აი დღეს დავწერე ზუსტად მარკოს მარხველიდან არის ეს მოხლი, რომ ადამიანმა არც უნდა დაუჯერო რაღაცას ესე, არ უნდა დაუჯერო და არც უნდა წყევლაკრულვით უნდა გააგდო რაღაცა. იმიტომ რომ ჯერ კიდე ცნობა როდესაც არ გაქვს ადამიანს, რომ ჭეშმარიტება რა არის და ანუ ტყუილი რა არის, გამომდინარე აქედან ხარ ადამიანი დაბნეული. აი სვავ კითხვას უბრალოდ დაუფიქრდით, რომ თუ ჩვენ რითი მიხვდით, სად აღმოაჩინეთ, როგორ აღმოაჩინეთ, თუ აღმოაჩინეთ, აბა დაფიქრდით, ვინმე რომ კითხოთ, რას ეტყვით ამის თაობაზე, რომ საიდან დარწმუნდით, რომ ადამიანს სული გააჩნია. და მე გეტყვით, რომ ჩვენი მე ვისთვისაც დამისვამს ეს კითხვა, ჩვენი მრევლის 90%-ზე მეტი, არ შემწხვება 95% ამაზე ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემს. ანუ საიდან დარწმუნდი, რომ სული აქვს ადამიანს? შენ როგორ მიხვდი, რომ სული, იმიტომ რომ შენ სხვაში ვერ დაინახავ, ანუ ღმერთს ვერ დაინახავ ადამიანი ესე. სხვა ადამიანის სულს ვერ დაინახავ, იმიტომ რომ ეს ჩვენი თვალთაგან მოფარულია და შეუძლებელია ხილვა მისი. ერთადერთი სიახლოვე, სადაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა აი ამ უხილავთან, რისი საშუალება ჩვენ ღმერთმა მოგცა, ეს არის ჩვენივე სული. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობა და ეს სული თუ არ აღმოაჩინი ადამიანმა და
ამ სულს თუ არ მოუფრთხილდი, თუ არ იზრუნე მასზე, თუ არ გაანთავისუფლე, თუ მას, ესე იგი, საკვები არ მიაწოდე სულიერი, თუ ის არ გამოაჯანსაღე, თუ ის მას არ უმკურნალე, იმიტომ რომ აი ნახეთ, მართლმადიდებელი ეკლესია არის მკურნალო, სულის მკურნალობის ეკლესია. ესე შეგვიძლია დავარქვათ, რომ ადამიანის გამოხსნის, ანუ სულის მკურნალობის, ესე იგი, სწავლება გვაქვს ჩვენ. და ამიტომ რომელ სულზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი, ამას უნდა ჩვენ კარგად ხვდებით, ანუ უნდა დავადგეთ ამ გზას, რომ ეს სული ვიპოვოთ. ანუ გვახსოვდეს ესე, ხო, აი რა მინდა პირველი ეტაპი, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, რომ სარწმუნოება ადამიანში, წმენა ადამიანს ეძლევა სულიდან გამომდინარე, სულის სისუფთავიდან და განწმენიდან გამომდინარე, იმიტომ რომ სული იწყებს უხილავის დანახვას ჯერ ჩრდილებით, ჯერ საერთოდ მძიმე კედელია ხოლმე ჩვენსა და მარადიულობას შორის და ესე რომ თქვა სულიერ სამყაროს შორის რაღაც ესე მძიმე კედელია ხოლმე. საბოლოო ჯამში ეს მძიმე კედელი ნელ-ნელა თუ კი ადამიანის სულს ითავისუფლებს და ცოდვას, ვნებას, აი ამ კანონს ამიტომ სწავლობ ჩვენ, რომ მე შემდეგ რასაც ვისწავლით, რომ სული თავისუფლდება, სული იკურნება და ის სული უკვე მე როგორც პიროვნებას, აი მე როგორც მამა გიორგის, ანუ გიორგის მაძლევს საშუალებას, რომ დავინახო და დავიჯერო უხილავი. ანუ ეს არ არის უბრალოდ მე რაც უნდა, როგორ გითხრათ, იცი, ის რაც ადამიანს აი თითქოს ჩვენ ზარმაცობთ ამითი, რომ ღმერთი უხილავია, სადღაც არის სულიერი სამყარო ხარ, რა ვიცი, არ ჩანს არა და ჩვენ რაღაცა თითქოს ადამიანები ამ გავზარმაცდით ამ კუთხით და ავირჩიეთ ესეთი გზა, მხოლოდ ესეთი გზა, რომ დამავალეთ რამე, რომ გავაკეთო უბრალოდ, აი დამავალეთ რამე, რომ გავაკეთო, სულ ზედმიწევნით გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეტყვით. მაგრამ ნახეთ, ადამიანი მიუხედავად ამისა, მაინც შინაგანად, ანუ მისი სული არ არის კურნების გზაზე დამდგარი. ამიტომ გვახსოვდეს ერთი რამე, ყველაზე ახლო ჩვენ თუ გვინდა მართლა მორწმუნეები ვიყვეთ და ჩვენ თუ გვინდა რომ მართლა სულიერად ვიხედებოდეთ, სულიერს ვხედავდეთ, სულიერს გულისხმავ ყოფდეთ, არა მხოლოდ, ანუ პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ჩვენში და ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენში. და ჩვენი სულის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ხედავდეთ მე დანარჩენს ყველაფერს. ღმერთიც აქ მოდის, სულში მოდის. ანუ რა მინდა თქვა, იცით, ჩვენი სული არის სარკმელი, სადაც ჩვენ როგორც პიროვნებები, პიროვნებას, მე როგორც პიროვნება შემიძლია გავიხედო სულის მეშვეობით სულიერ სამყაროში და ღმერთიც ვიხილო იქ და ასევე ეს არის სარკმელი, რითიც ღმერთი შემოდის ადამიანში. ანუ ღმერთსა და ჩემ შორის შეხვედრა აი ამ სულის მეშვეობით ხდება. ანუ ამ სარკმელის მეშვეობით ხდება და ეს სარკმელი როდესაც ამოშენებულია, მაშინ აი ეს ადამიანისა და ღმერთთან შეხვედრა არ ხდება. ანუ სულიერ სამყაროში ჩვენი ხედვა და დანახვა არის შეზღუდული. და მით უმეტეს, როდესაც ეს სული არის ცოდვებით, ვნებებით, ჩვენი ყოველდღიური წარმოიდგინეთ, აი ჩვენი ფიქრებით, სურვილებით, გულისთქმებით, რაც ადამიანს გააჩნია, ანუ ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი ჩვევებით, ჩვენი თვისებებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ანუ და წლების განმავლობაში ჩვენ აი ამას ყველაფრის ამ ცოდვის კეთებას დავეჩვიეთ, სული არის, როგორ გითხრათ, იცი, აი გაშავებული არის. აი კვართი, ესე რომ კვართით ვილაპარაკე, აი სული როგორც კვართი, რომელიც ჩვენ ნათლობის დროს გაგვისპეტაკდა და ლოცვაში იკითხება ზუსტად იქ, რომ ანუ კვართის პეტაკი კვართი, ანუ კვართი, რომელიც მაშინ ჩვენ მოგვექსოვა სული წმინდისაგან, აი ეს კვართი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე არის, როგორ გითხრათ, იცი, აი ტალახში რო ათრიო, გატალახიანებული არის თავიდან ბოლომდე. ამიტომ ეს კვართი თუ არ გასუფთავდა, ჩვენ სულიერ სამყაროში ვერ გავიხედებით. ანუ მინდა გითხრათ ასეთი რამე, რომ ესე იგი მორწმუნეობა ეს არის არა რაღაცების კეთება, ანუ მორწმუნე არ არის ადამიანი, ანუ ესე რომ თქვა, ეკლესიაში რო დადის მხოლოდ, ანუ ნახეთ, ნუ განსაზღვრავთ იმას, რომ განა არ უნდა ვიაროთ.
არამედ საკმარისი არ არის. შეიძლება წლები იაროს, მე გეუბნებით, აი მე ურწმუნო, ისე იგი ადამიანი ნაკლებ მორწმუნე, მოდესაც მცირედ მორწმუნე და თითქმის ურწმუნო სასულიერო პირებსაც შევხვედრივა. რომ თან მოკლედ წირვასაც შეიძლება ატარებდეს ადამიანი. ძალიან ლამაზათაც მსახურებდეს. აი რო შეხედავ გარეგნული ფორმით იყოს რომ ვახ რა კარგია ეს ყველაფერი. მაგრამ აი შინაგანი სარწმუნოება, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, რომ სულის მდგომარეობა როგორი აქვს ადამიანს, რომ ის ნამდვილად სულიერ სამყაროსში იხედება თუ არა, აი და ღმერთთან ურთიერთობა აქვს ნამდვილად თუ არა, ამ წირვის ჩატარების საშუალებით, ზიარების საშუალებით ის მართლა ღმერთთან ურთიერთობს თუ არა, ეს სულის მდგომარეობისგან გამომდინარე არის. ანუ მე ეს თქვა მინდა რომ ადამიანი შეიძლება წლებია ეზიარებოდეს კიდეც, აღსარებას ამბობდეს, რავი, აი ყველაფერს რაც რელიგიური ცხოვრება ითხოვს, ამას აკეთებდეს, მაგრამ ამავე დროს რწმენა არ ანუ სულიერ რეალობას და ღმერთს ვერ ხედავდეს ამას, ვერ ხედავდეს. მართლა გეუბნებით, ესე არსებობს. და ამას მიხვდება ადამიანი, როდესაც მართლა აი სიკვდილის პირას მივა, როდესაც გარდაცვალების წინ შენ აღარ გექნება საშუალება იმისა, რომ ნახეთ, რასაც დაჩვეული იყავ, იმას ვეღარ აკეთებ. ეკლესიაში ვეღარ მიდი, ტაძარში ვეღარ მიდიხარ. ხო, ისე იგი იმ ლოცვებს ვერ კითხულობ, იმ აქტივობებს, რომელიც შენ რელიგიური აქტივობები ქონდა, იმასაც ვეღარ აკეთებ და ერთადერთი აი წევხარ, წარმოიდგინე და ისმის კითხვა, აი ამ დროს რწმენა არის? აი სად არის? ანუ ხედავ თუ არა მე სარწმუნო, ანუ სულიერ სამყაროს ხედავ? მზად ვარ იმისთვის, რომ თვალს რო დავხუჭავ, ეხლა ვიცი, რომ ეს თვალი რო დაიხუჭება, აიხილება, ანუ ჩემი სულიერი თვალი გააგრძელებს, ახილული თვალით გავაგრძელებ მე მარადიულობაში მყოფობას. ანუ ფიზიკური თვალი დაიხუჭა, ანუ ჩემი ხუთი გრძნობის ორგანო მორჩა, მოკვდა, აღარ შეუძლია მას აღარაფრის გრძნობა და განცდა და დამჩა მეექვსე გრძნობის ორგანო, რომელიც სულიერი თვალია, სულიერი ხედვაა, სულიერი სამყაროა და აი შემიძლია, ანუ ჩემს სულს აქვს ამის უნარი, რომ იმას უყურებდეს, ანუ იქით გაიხედოს, ანუ დაიხუჭა ფიზიკური თვალი და ის ჩემში არსებული სულიერი თვალი ღიაა, რომ იქ იმ სულიერი თვალით გააგრძელო შემდეგ სულიერი სამყაროს ხედვა? აი სარწმუნოება ზუსტად ეს არის, მორწმუნე ადამიანი ამით განისაზღვრება. კიდევ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ჩვენ ისე იგი ყოველდღიური კანონი ლოცვისა, დილას, საღამოს, ყველაფერი რაც ჩვენი სულის გაცოცხლებისთვის და ჩვენი სულის გამოჯამრთელებისთვის არის საჭირო, ამას ყველაფერს უნდა აღასრულებდეს ადამიანი, მაგრამ ამავე დროს უნდა იცოდეს, რომ ყველაზე ახლოს ჩვენ ვლოცულობთ, აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით იმისთვის, რომ ჩვენი სული გამოჯამრთელდეს. ღმერთი კი არ დავინახოთ ამით, ანუ ჩვენ კი არ ვცდილობთ, რომ ამითი აი რო ვეზიარები, რისთვის ვეზიარები? ვეზიარები არა იმისთვის, რომ სადღაც რამე დავინახო, არამედ სული რომ განვიწმინდო. მადლი რომ მოვიდეს, ანუ ჩემი სული განიწმინდოს, რომ მადლი მოვიდეს, განწმინდოს ჩემი სული, რომ ეს სული იყვეს ცოცხალი. და ეს სული შემდეგ მადლთან, ღვთის მადლთან მოსული მე როგორც პიროვნებას მომცემ საშუალებას, ანუ ნელ-ნელა სულიერი რეალობები აღმოვაჩინოთ და სულიერი ცხოვრებით მართლა დავიწყო ცხოვრება და ღმერთის ხილვა მხოლოდ და მხოლოდ აქ არის შესაძლებელი. გახსოვთ როგორ აი ნეტარიყვნენ წმინდანი გულით არამედ თუმად ღმერთი იხილონ, ანუ გულის განწმენდის გზა, ანუ სულის გასუფთავების. გული მე წინაზეც გითხარით, გულს ეს კარდიოსნო ფიქრობთ, აი ხორციელ გულს. გული როგორც ცენტრი. გული მაგიტო ქვია, აი გული, შუა ნაწილი, ანუ ყველაზე მთავარი ადამიანში, გული, სულიერი გული, ეს იგულისხმება, ანუ ყველაზე მთავარი ნაწილი ადამიანში და ყველაზე მთავარი ნაწილი ადამიანში არის სული, ხო? სული. ჩვენში არსებული სული, რომელითაც ჩვენ თუ სული არ განვიწმინდეთ და გავისუფთავეთ, მაშინ ჩვენ რეალობას იქით ვერ დავინახავთ. ამიტომ მთავარი მოვლენა ჩვენი, ანუ მთავარი ჩვენი დანიშნულება და მთავარი ჩვენი მოწოდებაც
ეს არის საკუთარი სულის განწმენდა. რომ სული რო განიწმინდება, რწმენაც მაშინ მოდის. იმიტომ რომ რწმენა ეს არ არის ჩვენი მოქმედებების შედეგი. რწმენა ეს არის ღვთის საჩუქარი, ღვთის მადლი არის. ანუ სულიწმინდის ნიჭია ეს. რწმენა ადამიანს თვითონ არ გააჩნია. ერთადერთი კიდე გეუბნებით, რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის სულის გაწმენდა და სულის გასუფთავება, გამოჯამრთელება. რომ გამოჯამრთელებულ სულმა შეძლოს მიღება საღვთო მადლისა და მისი ნიჭებისა. და ერთ-ერთი ასეთი მთავარი ნიჭი არის რწმენა. სულიწმინდის ძალა, სულიწმინდის ნიჭი, სულიწმინდის ენერგია ერთ-ერთი არის რწმენა. ღმერთმა უნდა მოგვცეს ჩვენ რწმენა, ჩვენ სარწმუნოებას მორწმუნენი ვერ გავხდებით. ღმერთის გარეშე. ღმერთი უნდა მოვიდეს და ღმერთმა აქციოს ჩვენი სული მორწმუნე, ანუ მხედველად, სულიერ სულის განწმენდა და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა სულის განწმენდის გზას აი ამას უნდა დავადგეთ. და იმეორებ კიდე ყველა ლოცვა, აღსარება, ზიარება, ყველაფერი რაც ეკლესიის წიაღში არსებობს მხოლოდ ერთადერთი დანიშნულებით სული განიწმინდოს ადამიანს. ანუ შეიცვალოს, სულიერი ხედვა დაინახოს, ანუ სულიერი ხედვა შეიძინოს ადამიანს. და თუკი ეს ასე არ ხდება, და თუკი ჩვენ აი ამ შინაგან ბრძოლას, შინაგან ცხოვრებას, სულიერ ცხოვრებას არ დავეჩვევით და ბევრჯერ გითხარით მე, თუკი დღეში არ არსებობს დღეს, როცა 20 წუთი, ნახევარი საათი არ განმარტოვდებით ადამიანი და ლოცვას, სკვნილზე ლოცვა იქნება თუ ღმერთზე ფიქრი იქნება, ანუ თუ სულიერად არ ვიცხოვრებთ და სულს არ მივცემ საშუალებას, ესე რომ ვთქვათ, ანუ ღვაწლისა, სულს არ მივცემ საშუალებას, ესე რომ ვთქვათ, აი ლოცვისა, ნამდვილი ლოცვისა, ფიქრისა, საშუალებას ღმერთთან შეხვედრისა. მე წინაზეც გითხარით, რომ სულ ჩვენ როგორც პიროვნებები ფლობთ, ანუ სულსაც, ვთქვათ, იქ ჩვენ ფსიხესაც ფლობთ, მოკლედ სხეულსაც და ყველას თავთავისი უნდა. სხეული გთხოვს, რომ ეს გავაკეთოთ, ესე იგი ფსიხე, ანუ ინტელექტუალური ნაწილი გონების აქვს გთხოვს, რომ ეს გავაკეთოთ. სულიერი ნაწილი გონების, ანუ აღმატებული ნაწილი იმას გთხოვს, რომ ღმერთი ჭირდება მას და ვილოცოთ და ანუ ჩვენ როგორც პიროვნებები, ჩვენ წვიტავთ ზოგადად, რომ რომელი დავიწყოთ, რა გავაკეთოთ. ისე იგი რომელს დაუთმოთ პირველი ეს ჩვენი დრო. ამიტომ რწმენა ეს არის პირველ რიგში საკუთარი სულის განწმენდის პროცესი, რომ სულმა შეიძინოს მზად იყვეს სული, რომ ღმერთის რწმენა მოვიდეს. ღმერთის მადლი მოვიდეს, რომელიც მოიტანს თავის სარწმუნოებას და რწმენას. მორწმუნე ადამიანი, კიდევ ერთს გეტყვით, ვინ არის ზოგადად მორწმუნე ადამიანი? აი საბოლოო ჯამში რომ ესე იგი თუკი ჩვენ პროცესს, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი დღევანდელ ჩვენ მდგომარეობას თუ შევაფასებთ, ვინ შეიძლება ითქვას, რომ არის მორწმუნე ადამიანი? მორწმუნე ადამიანი არის ის, ვისთვისაც, ნახეთ, ღმერთი არის შემაკავებელი, რომ ადამიანმა არ ჩაიდინო ღვთის მცნების საწინააღმდეგო და ღმერთის მცნება არ დაარღვიო და ამაში მე ღმერთი მეხმარება, ანუ ვიძახი, რომ მე როგორც ქრისტიანი და მორწმუნე ამას არ გავაკეთებ და მეორე ღმერთი, რომელიც ანუ მორწმუნე ადამიანი, რომლისთვისაც ღმერთი არის პირიქით სიკეთეში, ღვთისმცნების აღსრულებაში მოტივაციის მიმცემ. ანუ ნახეთ საბოლოო ჯამში სადამდე მივდივართ, რომ მორწმუნე ადამიანი, ვინც მიხვდა, რომ სული აქვს და ამ სულს ღვთისმცნების აღსრულებით ასუფთავებს და მადლით ავსებს და ღვთისმცნების დარღვევით ამ სულს აჭუჭყიანებს და ისევ აავადებს და ღმერთს კარგავს.
აი ადამიანი ვინ არის, ანუ ვინ შეიძლება ვთქვათ, რომ არის მორწმუნე, ვინც აი ამ ბრძოლაშია შესული, სულიერ ბრძოლაში ვინც არის შესული. ვისთვისაც ღმერთი, ანუ ნახეთ როგორ არის, მაგალითად მე რაღაცა ჩვევა მაქვს, რაღაცა თვისება მაქვს და რომელიც არის მივხვდი, ანუ მოვედი ეკლესიაში და მივხვდი, რომ ეს არის ძალიან ცუდი თვისება და ღმერთს მაშორებს ეს. ნახეთ, ვერაფრით ვერ გავჩერდი. ვერც ჩემი თავის გამო, ანუ აი ჩემი პირადად ჩემი თავის გამო ვერ გავაკეთე ეს. ვერ დავძლიე, იმიტომ რომ მოკლედ გავწირე საკუთარი თავი ცოდვისთვის. ვერც ოჯახის წევრების გამო, ვერც შვილების, ვერც მეუღლის, ვერც მშობლების, ვერავის გამო, ანუ დედამიწაზე არ აღმოჩნდა არავინ და არაფერი, ვის გამოც მე შევძლებდი, რომ ამ ვნებაზე, ამ სიამოვნებაზე, ამ ჩემს მოკლედ თვისებაზე, რომელიც გამაჩნია, რასაც ვარ შეჩვეული, ამაზე უარი ვთქვა. და ხვდები, რომ ერთადერთი ღმერთია, ვის გამო შემიძლია ამაზე უარი ვთქვა. აი, ის ადამიანი შეიძლება, იმ ადამიანმა შეიძლება ჩათვალო, რომ ჯერ კიდევ ეს პირველი ნაწილია, მაგრამ ბოლოს მორწმუნეობა ნიშნავს იმას, რომ ხვდები იმას, რომ როდესაც ვწოდავ და ღვთისმცნებას ვარღვევ, რას ვკარგავ? ანუ გრძნობ იმ წუთში, რომ აი რო წოდე, რომ სული გაგეთხარა? ანუ ის სული, რომელიც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის და თუ არის მორწმუნე ის არის, მისთვისაც სული გახდა, მისი სულიერი ცხოვრება, ანუ სული მისთვის, არა მისი ფიზიკურობა, რომელსაც ძალიან უვლით, არა მისი სახე, არა მისი მოკლედ გარეგნულად როგორ გამოიყურება, არამედ სული მისთვის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაფერზე მნიშვნელოვანი. ანუ მას არ მოაკლებს ადამიანი არანაირ საზრდოს. აი, როდესაც ხვდები ადამიანი, რომ წოდე და საკუთარ სიამოვნებას და საკუთარ, ესე რომ ვთქვათ, აი მინდა და მჭირდებას და საკუთარ ეგოიზმს გადააყოლე, შენში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის სული. და ის გათხვარე ამითი და მიხვდი, რომ რაღაცა დაგაკლდა და აი ეს რო დაგაკლდა, მეორეთი უკვე ვთხილობ, რომ სული აღარ და მერე რომ გასუფთავებას იწყებ ამ სულისა, რაოდენ რთულია, მარტო ჩვენ დაჩვეულები ვართ ამაზე ვისაუბრებთ, მერე ოდესღაც, ისე იგი ფურცელზე დავწერე ახსარება, მივეცი მამაოს, იმ მამაომ წაიკითხა და всё, მორჩა, ისე იგი სული განიკურნა. აი მითხარით, თქვათ და რაიმე გტკივათ. რაღაცას ორგანო ჯვარი წერიათ ყველას, მაგრამ რამე გტკივათ. ექიმთა რომ მიხვიდე და დაუწერო და უთხრათ, იცი რა, ექიმო, მე მტკივა ესა და ეს და მიაწოდო ფურცელი და წამოხვიდე. როგორ ფიქრობთ, გაგივლით? არ გაგივლით. ანუ ის რაც დაზიანდა ჩემი გაუფრთხილებლობით, იმას კურნება ჭირდება და ეს კურნება პროცესია. ეს კურნება არ არის უცებ არ ხდება ეს კურნება პროცესია, ამ კურნებას დიდი, ისე იგი თავშეკავება და თავგანწირვა, მოთმინება ჭირდება. და როცა ხვდები, რომ ჩემი ერთი დარღვეული მცნებით რამდენად ესე რომ ვთქვათ, გავითხვარე საკუთარი სული და მერე რომ ამის დაძლევა დავიწყე, რამდენად, მაგრამ რეალურად დაძლევა, გარეშე ფორმებს კი არ მივმართე, რეალურად, ანუ ამ სულის განკურნებისკენ, ანუ წავედი ამ სულის განკურნებისკენ, რომ ეს ვნება და ეს ჩვევა ჩემში დავამარცხო. მივხვდი, რამხელა ძალა ჭირდება 5 და 10 წუთში თუ 1 საათში ჩადენილ, ანუ სულიერი კანონის დარღვევით მიღებულ ზიანს, რამდენი ხანი ჭირდება, რომ გამოაჯამთელო, გამოაჯანსაღო და სულმა დაიბრუნოს ისევ ხედვა ღმერთისა. ჩვენ კათოლიციზმში ვცხოვრობ თითქმის, დასავლური სამყარო რასაც დაადგა, რომ იცით როგორ ვწოდვა, როგორც იურიდიული ფაქტი. ანუ ვწოდე, მამაოს მივეცი, ახსარება ვთქვი, თავზე გადამაფარეს, ღმერთმა შეგინდოს და всё, წამოვედი იქიდან. რა თქმა უნდა, როდესაც მოძღვარი შენდობის ლოცვას გიკითხავს, ეს შენდობის ლოცვა ნიშნავს ერთ რამეს, რომ მზად ვართ ამისი განსაკურნებლად.
ანუ შენდობა მოგეცა, მაგრამ კურნება, რომელიც უნდა აღესრულოს ადამიანის სულში, ეს კიდევ არის განსახორციელებელი. განსახორციელებელია ეს ავტომატურად არ არის ასე. რომ ვიღაცამ ლოცვა, ანუ მამამ ლოცვა წამიკითხა და ისე იგი როგორც ექიმთან ერთმა ვიზიტმა მივედი ვიზიტზე ექიმთან მოუყევი ჩემი დაავადების შესახებ და წამოვედი და მომეტევა. არ არის ეს ასე. ეკლესიაში, ანუ მართლმადიდებლურ სწავლებაში ცოდვა ეს არის საკუთარ თავზე მიყენებული ზიანი. ცოდვა ეს არის ისააკ ასური იძახის ადრეს ესეთ რამეს რომ იძახის ასეთ რამეს რომ ცოდველი ადამიანი ანუ ვნებას დაქვემდებარებული ადამიანი არის ვინო იცით? ვინცო გავსო ძაღლსო რომელიც ენას უსვამს გალესილ ხერხს და ვერ ხვდება საკუთარ თავზე მიყენებულ ჭრილობას, იმიტომ რომ ტკბება საკუთარი სისხლის გემოთი. ეს სიამოვნება, ადამიანი მცოდველი ადამიანი ამ სიამოვნებას განიცდის, მაგრამ ვერ ხვდება საკუთარ თავზე მიყენებულ ჭრილობას. მაგრამ რომ მორჩება ამ სიამოვნების მიღებას და როდესაც გამოფხიზლდება და დადგება დრო, რომ რეალურად უნდა შეაფასოს მისი მდგომარეობა, ხვდება, რომ ზიანი და ჭრილობა სულზე არის ძალიან ღრმა. და ამიტომ, როდესაც მის გამოჯამთელებას იწყებს, ხვდება, რომ ერთი რომ მივედი და უბრალოდ მოძღვარს უთხარი, რომ იცი რა, დაუწერე ფურცელზე და უთხარი, რომ მამაო, აი ესე ვცოდე, ეს არაა საკმარისი. ანუ კურნება სჭირდება დრო, რომ ადამიანმა დაიბრუნო სულიერი სიმშვიდე, ანუ სულიერი ცხოვრების, ანუ ღმერთთან შერიგდე. ანუ შენმა სულმა ის, ანუ რომელიც დაზიანებულია, განიკურნოს და დაიწყოს ისევ სულიერი რეალობის ხედვა, იმიტომ რომ ყოველი ცოდვა და ვნება ჩვენ სულს ართმევს თვისება სულიერი სამყაროს ხედვისა. და იმიტომ რომ ის აღარ არის მშვიდი, ის არის აფორიაქებული, ის ანუ გაცამტვერებულია და მას აღარ აქვს თვისება ღმერთის ხილვისა, სულიერი თვალი არის დახშობილი და სულიერი სამყაროს ხილვისა. ანუ მე დავკარგე სულიერი ხედვა, რომ ვცოდე, მე დავკარგე სულიერი ხედვა, მე დავკარგე წირავ, მაგრამ ნახეთ, სულიერად ვერ ვწირავ, ანუ ჩემი ბაგეები ლოცვას იძახიან, ჩემი მოქმედებით მე იქ ვაკმევ, იმას ვაკეთებ, ამას ვაკეთებ, ადამიანი წირვაზე შეიძლება დგას, მრევლი ისმეს, მაგრამ ჩემი სული ამ დროს მკვდარია და ჩემსა და ღმერთს შორის სულიერი უერთობა არ დგება, ანუ ურთიერთობა არ დგება. გეხარ წირვაზე, მაგრამ სულით არ ურთიერთ, ანუ შენ სულს დაკარგული აქვს ეს თვისება, ღმერთის ხილვისა. და შენ ცდილობ რომ იმას რომ სულიერად შენი სული არის დაზიანებული, შენ მაინც ცდილობ ეზიარო, ანუ ეზიარო რა, გააღო კბილებით ეზიარო და კომპენსირებას აკეთებ ადამიანი ამისა, რომ აი ხომ ვეზიარე. კი, შენ ეზიარე. რა თქმა უნდა, შენ ეზიარე, მაგრამ ანუ სულის გამოჯამრთელებას ხო ჭირდება თავისთავად სულიერი ცხოვრება. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ზიარება, რომ ახსარება ვთქვი, ფურცელი მივაწოდე, ჩავაბარე, მერე წამოვედი, ვეზიარე, ეს არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სულის ისევ დაბრუნებას სულიერი ხედვისა, ამას ჭირდება პროცესი, ამას ჭირდება სულიერი მკურნალობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, აი ძალიან გთხოვთ ყველამ ეს დაიმახსოვრეთ, რომ მორწმუნეობა და სარწმუნოება ეს არ არის იმას, რასაც ჩვენ გარეგნულად ვაკეთებთ. კომუნისტები მოვიდნენ ერთ დროს, გახსოვთ? ტაძრები დაკეტეს, დაანგრიეს, ააფეთქეს. ადამიანებს ზიარების უფლებაც აღარ ჰქონდათ, საშუალებაც არ იყო ამის. სოფლები, ქალაქები, ეკლესიისა, სამღვდელო პირების გარეშე დარჩა. თქვათ, წარმოიდგინეთ, იგივე რომ მოხდეს. ჯვარი გვწერია. იგივე რომ მოხდეს. ანუ ვიცით სულიერი ცხოვრება? როგორ გადავრჩეთ, ვიცით?
ჩვენ თუ მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცით, რასაც ჩვენ გარეგნულად აღვასრულებთ და ამას თუ მოგვაცილებენ, რა დარჩება ჩვენში? ესე იგი გამოდის, რომ დამთავრდება ადამიანის სულიერი ცხოვრება? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აი ეს ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი რწმენა გახდეს ღირებული და ფასეული, მაშინ ჩვენ აი ამ სულის თვისებები უნდა გამოვაღვიძოთ და სულიერი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, რომ ეს ჩვენთვის გახდეს მისი დაკარგვა და მოპოვება იყოს ყველაზე დიდი საჩუქარი და დაკარგვა იყოს ყველაზე საშინელი რამ. გახსოვთ მაცხოვარი რას იძახის? ნუ გეშინიათ იმათი, ვისაც შეუძლია თქვენი სხეულის ხელყოფა. გახსოვთ? არამედ ჭეშმარიტად გეუბნებით, გეშინოდეს მათი, ვისაც შეუძლია თქვენი სული ჩააგდოს გეენიაში, გეტყვით, მისა გეშინოდეთ. ანუ გეუბნება რას? ნუ როგორ შეიძლება ადამიანს არ გეშინოდეს ამისი? როგორ შეიძლება ადამიანს არ გეშინოდეს, რაც გინდა წამართვი პირობითად? აი, როგორ შეიძლება, რა მდგომარეობა შეიძლება კონდეს ადამიანს, როგორი მდგომარეობა უნდა კონდეს, რომ თქვასო, რაც გინდა წამართვი? სხეულიც კი რო წამართვა. სხეულიც კი რო წამართვა, ვიცი რომ სულიერად ვიცოცხლებ. და ეს მხოლოდ სიტყვები კი არ უნდა იყოს. ეს მხოლოდ ამას ნებისმიერი ადამიანი იტყვის. ნებისმიერი ადამიანი იძახის ხოლმე, მე შევხვედრი ვარ, მაგრამ ეს არ არის ის სიტყვები, რომელიც შინაგანიდან მომდინარეა, რომ ადამიანმა მართლა სულიერი ცხოვრება იცის და იცის დარწმუნებული, რწმენა აქვს, რწმენა მართლა ცოცხალი რწმენა აქვს. აი ეს არის ცოცხალი რწმენა, რომ სული ცოცხალია, ის სულიერ სამყაროს ხედავს, ის ღმერთთან ურთიერთობს. და შენ იცი, რომ მაგას ვერავინ ვერ წაგართმევს. მიუხედავად იმისა, რომ სხეულიც კი რომ მოკლას. და ამისი ნიშანი არის ის, რომ როდესაც ტკივა რაღაცა სხეული, აი უფალი უშვებს ხოლმე ხშირად ჩვენზე ტკივილებს, განსაცდელებს უშვებს ხოლმე ჩვენზე, რომ ეს ტკივილები არის ხოლმე, რომ აბა მიუხედავად იმისა, რომ სხეული მტკივა, ლოცვა შემიძლია მაინც. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ისე მტკივა, რომ ტაძარში ვერ მივდივარ. შეიძლება ისე მტკივა, რომ იმას, რასაც დაჩვეული ვარ, ეკლესიურად რომ უნდა ვაკეთებდე, ვიდგე ხატების წინ, დაუჯდომელს იმას ვკითხულობდი, ამას ვკითხულობდი. არა, ამას ვერ აკეთებ, ცუდად ხარ. ტკივა, ვერ დგეხარ ფეხზე. შეგიძლია მიუხედავად ამისა, რომ სული ცოცხალი იყოს და სული ურთიერთობს. აი ღმერთი ხშირად ამას გვივლენს ხოლმე ჩვენ. ახალგაზრდობაშიც და მით უმეტეს, როდესაც უკვე ადამიანი, ესე იგი, ასაკში შედის და მისი სხეული როდესაც უძლურდება. ამას ხო უნდა შეეჩვიოს ადამიანი. აი, ვის ამაზე მაქვს ლაპარაკი, დაფიქრდით, აი, ვის შეუძლია თქვას, ოღონდ ეს მხოლოდ სიტყვებით კი არა, რეალურად რო თქვას, რომ არაფერი, ვერაფერს წამართმევ, სახლი წაიღე, მანქანა წაიღე, რავი, აი, მატერიალური რაცა მაქვს წაიღე, წამართვი ნებისმიერად, ტანსაცმელი წაიღე, ყველაფერი წაიღე. ჩამსვი სადღაც, რავი, სადაც გინდა წამიყვანი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ვხვდები ერთ რამეს, ვიცი რომ ვინ არის, მორწმუნევა, რას ქვია მორწმუნევა? იმას ვერ წამართმევ, რასაც სახარებაში მაცხოვარი იძახის, რასაც იძახის, რომ სულს რო არ შეუძლია, რომ ადამიანებმა სულს ვერ შეეხებია. შენი არ მეშინია, იმიტომ რომ შენ შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ ისინი წამართვა, რაც შენ მაგრამ სულს ვერ წამართმევ. აი ეს მდგომარეობა უნდა კონდეს და ეს მდგომარეობა რომ კონდეს ადამიანს, ეს მდგომარეობა რომ კონდეს ადამიანს, რას უნდა განვიცდიდე შინაგანად? აი ამ სულის სიფხიზლეს, სულის მხნეობას, სულის სიჯანსაღეს, განკურნებულ სულს, რომელსაც თვისებები აქვს სულიერი ცხოვრებისა და ხედვის. სული უნდა მუშაობდეს, გონება, აი ინტელექტი, გონება, რას გეუბნებიან დღეს, რომ ტვინი და ნეირონები რომ ადამიანს მუშაობდეს, აი დღეს მეცნიერები ამაზე საუბრობენ, რომ ყველაზე რთული წიგნები უნდა იკითხო, ყველაზე რთული ამოცანები უნდა შეძლო, რომ შეეჭიდო, რომ შეძლო, რომ იქ რაც უფრო რთულია და ტვინს რაც უფრო აწვდი რთულ, ისე იგი რთულ საკითხების გადაჭრის, ისე იგი საშუალებას აძლევ და აძლევ ბრძანებას,
მით უფრო ვითარდება ადამიანის ტვინი. მისი ნეირონები უფრო და უფრო მეტი, მეტად ესე რომ ვთქვათ, ახალი ნეირონები იღვიძებს და ახალი ნეიროსისტემა უფრო ჯანსაღდება. ასევეა ჩვენი სულიც. სულს მუშაობა ჭირდება, სულს ღვაწლი ჭირდება. ეს არის მოღვაწე, რო ვიტყვით ხოლმე. ძალიან კარგი მოღვაწეა, დიდი მოღვაწე იყო. ვინ არის დიდი მოღვაწე? ვინც ამ სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, სულის გამოღვიძებას, მორწმუნეა ნამდვილად. და ვინ არის მორწმუნე? ვისაც პირველ რიგში დანახული აქვს და სწამს ყველაზე ახლოს რაც არის მასთან საკუთარი სულის არსებობისა. და ეს სულია ის, როგორც გეუბნებით, რომელიც ხედავს სულიერ რეალობას და რომელიც ღმერთთან შეიძლება ღმერთთან ურთიერთობს და ღმერთი მოდის ადამიანის გულში და ხშირად ღმერთი ადამიანის სულიერად წარიტაცებს, როგორც პავლე მოციქული წარიტაცა. გახსოვთ მესამეცამდე რო აღიტაცა, არ ვიცი სხეულში ვიყავი, ოჯახის ვერ გაერკვია სად იყო. წარიტაცა ღმერთმა და ის სულიერი შეხვედრა, ადამიანის სული იმ რეალობებს აზიარა. მორწმუნე ადამიანის მდგომარეობა ეს არის. როდესაც სულიერი ცხოვრება, როგორ გითხრათ, როგორც მე ყოველდღიურად ზრუნავ რაღაცა ჩემს, არ ვიცი, რამე რომ მაგალითად ჭრილობა რომ ყოველდღიურად რო იქ ისე იგი ინფექცია არ შეიჭრას და რაღაცა ისე იგი ბაქტერიები არ შევიდეს და მოკლედ არ დაჩირკდეს ეს. რას ვაკეთებ, ხო? ვუვლი მას. ასევე თუ კი ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი არის, ვინც ამ სულზე ყოველდღიურად ფიქრობს და სულზე ესე რომ ვთქვათ ზრუნავს. და სულის მზრუნველობიდან გამომდინარეა შემდეგ რომ ლოცვა რა არის? სულის კურნება, ღმერთთან საუბარი. სულის სასაუბრო ენა არის, სული ესაუბრება ღმერთს ლოცვით. სიტყვებით კი ვკითხულობ, მაგრამ ღმერთს ვესაუბრები სულით. აქ სხეულიც ჩართულია, სხეული ემონება, ემორჩილება სულს, რომ რასაც სული ეუნება, ის გააკეთოს. ეუნება, აბა აიღე შენ ახლა და ლოცვა წაიკითხე. ამ დროს კითხულობს ადამიანი, ამ დილის ლოცვას, საღამოს ლოცვას, მაგრამ ამ დროს ნახეთ რო ვიძახით ხოლმე, რომ გონება გამექცა, გონება გამირბის, რატომ გარბის გონება? იმიტომ რომ სული არის ავად და სული არ საუბრობს ღმერთთან. ადამიანის ინტელექტუალური ნაწილი და ადამიანის თვალები, ადამიანის ჩვენი სხეულია მხოლოდ და მხოლოდ, რომელიც მოკლედ ცდილობს, ეწვალება, ეტანჯება, ისე იგი რაღაცა, რომ ღმერთთან დაამყაროს რაღაცა გარკვეული ერთობა, ურთიერთობა, დაინახოს სულიერი, მაგრამ ვერ დაინახავ. არ არსებობს, ვერ დაინახავ. დაიღლები. და ვიღაცა იღლება შეიძლება ძალიან მალე, ვიღაცა იღლება წლების მერე, მაგრამ აუცილებლად მოგიწევს იმის აღიარება ყველას, იმის აღიარება მოგიწევს, რომ სულიერად უნდა გავჯანსაღდეთ, სულიერ უნდა გამოფხიზლდეს აუცილებლად. ვინ არის მორწმუნე ადამიანი? და როგორც დღევანდელ დღეს წერია, ეს არის ძლიერი ციხესიმაგრე. რას იძახის ნახეთ? დღევანდელი ეს მუხლი რომ ბარე ჩავიკითხოთ და შევაჯამოთ, რას დღეს ვისაუბრეთ. მტკიცე რწმენა, სულის დანახული და ღმერთი, როდესაც რწმენა რომ მოვიდა სულში, ხო? ნახეთ, ძლიერი ციხესიმაგრეაო. როგორი ძლიერი ციხესიმაგრეა, რადგან ვისაც სწამს ეს ძლიერი სიმაგრე, მისთვის ქრისტე ხდება ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ ამ რწმენას შეუძლია, რომ გადაგვადგმევინოს ნაბიჯი იმისკენ, რომ ქრისტე არის ნამდვილად ღმერთი. ადამიანმა შეიძლება ბევრი იმეცადინო და თქვა, იცი რა, რომ ქრისტე ღმერთია, სამების მეორე ჰიპოსტასია, ძე არის შობილი, ილაპარაკო ქრისტეზე, უამრავს ლაპარაკობენ, მაგრამ მხოლოდ ის ადამიანები გრძნობენ, მხოლოდ ის ადამიანები სულიერად ხედავენ ქრისტეს ღმერთობას, ვისაც სულის სიჯანსაღის
ვინც სულის სიჯანსაღის გზას ადგას. ისინი რეალურად ქრისტეს ხვდებიან. ქრისტეზე კი აღარ ლაპარაკობენ. არამედ ქრისტეს ღმერთობას მათი სული გრძნობს და აღიქვავს. გრძნობა ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ შეიმეცნებს. ანუ არ ჭირდება უკვე რწმუნება მაგას, რომ ქრისტე და როცა ეზიარება, აი იცის, რომ მართლა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება. აი ეს შეუძლია ცოცხალს არწმუნოებას. აი ეს არის ცოცხალი მორწმუნე ადამიანი. და თუ ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადავდგით, აი ნახეთ, ერთი მუხლი წავიკითხეთ, ხო? ერთი მუხლი წავიკითხეთ და რამდენია საფიქრალი. და წარმოიდგინე ახლა რო აიღო ადამიანმა და ერთი მუხლი წაიკითხე, ან ორი მუხლი და დაჯდე და ერთი 20 წუთი ნახევარი საათი ამაზე რეალურად იფიქრო. ყნილზე დადგე რო ილოცო. აი ხა მე ბევრ თქვენგანმა დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, მე რო თქვენ შეგეკითხოთ, ქრისტე ღმერთია? თქვენ კი იტყვით, ქრისტე ღმერთია, ვიღაცა ცოტა ნაკლებს იტყვის, ვიღაცა ცოტა მეც რაღაცას მოყვებით, აი იქ სახარებაში ესე წერია, მე და მამა ერთი ვართ, ვიღაცა ამასაც ვერ მოიყვანთ, იმიტომ რომ უმეტესობა თქვენთაგანი სახარებასაც არ კითხულობთ. მოკლედ, აი რაღაცებს მოიყვანთ, იმანა თქვა, ამანა თქვა, მაგრამ ამას წარმართებიც აკეთებენ. წარმართები თავის ღმერთებზე იმდეს ლაპარაკობენ, წაიკითხეთ ეს ბერძნული, ხო, თეოგონიები, რაც არის დაწერილი. ხო, წაიკითხეთ უბრალოდ მათ ღმერთებზე, რეებს წერდნენ და რეებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ სარწმუნოება იქ საერთოდ არ იყო. ეს იყო ღმერთები, რომელთაც ადამიანების სახეები ჰქონდა და მიაწერდნენ ესე რომ ვთქვა, ადამიანურ თვისებებს და თითქოს ომობდნენ, ჩხუბობდნენ ერთმანეთში და ასე შემდეგ. ეხლა ვსვათ კითხვას. ქრისტე, რომელსაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, ის ღმერთია? კი, ღმერთია. მაგრამ შენ იცი, რომ ის ღმერთია? და იცი არა, იმიტომ რომ ესე იგი იმანა თქვა და ამანა თქვა და წაიკითხე. არამედ შენი სული მას როგორც ღმერთს ხედავს. და მე გეუბნებით, რომ სულს აქვს ეს თვისება, რომ ქრისტესში ღმერთი დაინახოს. და სულს აქვს ხოლოს ის თვისება, რომ პურსა და ღვინის ზიარებაში მისი სისხლი და ხორცის ზიარება შეიმეცნოს, დაინახოს და იგრძნოს. დახუჭული თვალები, რაღაცა ემოციური გამომეტყველება და რაღაცები, ესენიც კი არ შველის ადამიანს, რომ მართლა ზიარების დროს ქრისტეს ღმერთობა იგრძნოს. აი გრძნობა ძალიან ცუდი რაღაცაა, აი როგორ გითხარით, აი სიტყვაც არ მაქვს იმისი, რომ აი ქრისტეს ღმერთობაში დარწმუნდეს, ანუ აი რეალობა იყოს ეს მისთვის, რომ მართლა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება. და ვის აქვს ეს თვისება? სულის, ანუ განწმენდილ სულს აქვს ეს თვისება, მხოლოდ და მხოლოდ. ეს ჩვენს ეკლესიაში არის ძალიან კარგია, რომ მოკლედ გადავლახეთ ის მომენტი, რომ ხშირი ზიარება, წირვაზე რო ვესწრებით, ადამიანი მოკლედ რაღაცა აი ყველანი ცდილობთ რომ ვეზიაროთ, ბევრჯერ ვეზიაროთ, მაგრამ აი ახლა რასაც გეუბნებით, თუ ჩვენ იმას დავეჩვიეთ, რომ ვეზიარებით, მაგრამ სული ვერ ხედავს ღმერთს. სული მართლა ვერ ხედავს ღმერთს, ანუ სული სულიერ სამყაროს ვერ ხედავს. წმენა ღმერთი მისი მადლით, რწმენითი ენერგიით არ არის მოსული ადამიანში. და ბრმა არის ადამიანის სულიერ, მისი თვალი გათხრილი, მისი თვალი არის დახშული, საერთოდ, ანუ ვერ ხედავს ვერაფერს. და ეს რეალობაა, ამის თქმა მინდა მიხვდით, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ გული სულის ნაწილი არ არის, ანუ აი რა მინდა ვთქვა, იცით, გული ეს არის, ანუ სულიერი გული, რასაც ქვია, გული ეს არის ცენტრი. ანუ გული ეს არის აი ყველაზე მთავარი, შუა გული, ესე რომ ვთქვა. შუა გული. ითქვა იყო და ამიტომ უპასუხე. ხო და ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ვიცოდეთ, რომ აი ეს
სულის ეს აი გამოჯამთელება, აი ეს რასაც ახლა მე გეუბნებით, რომ სულიერი კანონის კითხვა და მისი რეალურად აღსრულება, ანუ ეს გვაფიქრებს ვინანი ვართ, როგორები ვართ და ესე რომ ვთქვათ, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა განვიწმინდოთ სული, რომ მან თვისება შეიძინოს, ანუ უხილავის დანახვისა, უხილავის რწმენისა, რომ რწმენა მოვიდეს მართლა ადამიანში და გახდეს ეს რწმენა ჩვენი ციხესიმაგრე, რომ ვერაფერმა, ხო ხედავთ რეები ხდება, აი დაუკვირდით თუნდაც ეკლესიის ცხოვრებაში დღეს რეები ხდება, გადახედეთ. და ეს რა არის, ეს დასაწყისია. ღმერთმა არქანას მე იმას კი არ რაღაცა კი არ წინასწარმეტყველებ რაღაცა ღმერთთან დამიფაროს, მაგრამ უფრო რთული რაღაცები მოხდება. უფრო რთული რაღაცები მოხდება და უფრო ისეთი რამები მოხდება, რომ ჩვენი რწმენა გამოიცდება, მიხვდით? და დარჩება ეკლესიაში მხოლოდ ის ადამიანები რეალურად ქრისტესთან და ღმერთთან დარჩებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც აი ეს სულიერი ცხოვრება ეცოდინება და სული ცოცხალი იქნება მათში. იმიტომ რომ მათ ვერ წაართმევ ამას. ვერც სასულიერო პირის ცუდი მოქმედებით, ვერც იერარქების სხვადასხვა გვარი მოქმედებებით ვერ წაართმევ ადამიანს, ვინც არ გინდა რაც გინდა გააკეთოს, ვინ განმაშოროს მე სიყვარულს ღვთისასა იძახის პავლე მოციქული. ჭირმა ნანუ იწროებამა. ანუ ვერ განმაშორებსო, ანუ სიმაღლემამ და სიდაბე, ანუ ესე იგი ანგელოზებ წინასწარმეტყველებმაც და ანგელოზ ვერავინ განმაშორებს მე ღვთის სიყვარულს, რომელიც არის ადამიანი ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩემისა. და ისვის კითხვა, რომ ამ რწმენას, რომელიც თქვენ გაქვთ წაგართმევენ ხალხო და თქვენ ჩანხართ, აი დაინახავთ თუ არა ვიღაც არც ვიცით როგორ უნდა აღვიქვათ ვიღაცის არასწორი მოქმედება სასულიერო პირისა. ანუ მოქმედება ვინმე, ისე იგი ვინმე შეეშალა, ვინმე დაეცა. ანუ არ ვიცით საერთოდ მივადგებით ეგრევე და ანუ არ ვიცით სულიერი ცხოვრება და გამომდინარე აქედან ვიღაცას რომ მიადგები, პრობლემა შენ რომ ვიღაცას მიადგები შენი ჩხუბით და შენ პრობლემა იმისი კი არ არის, შენია ეს პრობლემა, იმიტომ რომ შენს გულში ამ დროს ანუ თელი შენი სული ხო ზიანდება. შენი სული ივსება ამპარტავნებით, შენი სული ივსება ეგოიზმით, შენი სული ივსება ისე იგი დიდების მოყარეობით, განკითხვით. საშინელი, ანუ ერთი მთლიანი ბუკეტი არის ბოდიში ამ ჟარგონზე, მთელი სულიერი სიმახინჯის ბუკეტით გევსება საკუთარი სული და მე ამის განწმენდას როგორ მოახერხებ? მოახერხებ კია? და ამიტომ ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს სულიერი ცხოვრება, ჩვენ ეს თუნდაც სასულიერო პირები იქნებიან თუ აი ვიბიძგებენ თითქოს ამისკენ არის ხოლმე რომ აი ესე და იმაში და ამაში და ისუ და განიკითხო ისა და ანუ ფაქტობრივად განკითხვისკენ, ფაქტობრივად ესე რომ ვთქვათ აი რაღაცა სულის დაზიანებისკენ ადამიანს მოგიწოდებენ. და ანუ ხო უნდა ადამიანმა იცოდე, ნახეთ, ანუ განა არ უნდა თქვა, განა არ უნდა განა რაღაცა, ანუ კი არ უნდა მოწყდე ადამიანი ამ ყველაფერს და უნდა განმარტოდე და არა ამაზე არა საუბარი, მაგრამ სწორად რომ სული არ დამიზიანდეს. იმიტომ რომ ანუ რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვის ისა. ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს რომ მე თუ სულს დავიზიანებ, რა უნდა მივცე ყველაფერს, ანუ რა არის, რა ღირებულებაა დანარჩენი. სულ ჩემი სული თუ წავწმინდე და თუ ჩემი სული ვიზღვიე, როგორც წმინდა წერილშია, სხვა რა არის ამაზე ღირებული და ფასეული და ვიღაცები მიმტკიცებენ მე რომ შენ სულზე უფრო ღირებული და ფასეული მაგალითად ეხლა არის ესა. და ვეუბნები შენ რომ ამისკენ მიბიძგებ მე ეხლა რომ აი ეხლა მე ჩემი სული დავიზიანო, ამ ღამე აგერ ღმერთმა აცხონოს მე უფესერაფიმეს სული. ადამიანი ჯანსაღი, ჯანმრთელი წინა საღამოს ისე იგი ანუ კვირა დღეს მწირვაზე იყო, მეორე დღეს იმ დღესვე ისე იგი აკურთხა ტაძრის საძირკველი, ღამე გარდაიცვალა. ანუ მე როდესაც მიბიძგე, ხო ხედავ რომ ვიცი რომ გარდაცვალება ეს არის ადამიანის ისე იგი ძალიან წამიერია ყველაფერი. და როდესაც შენ მე მიბიძგებ იმისკენ რომ გამოვიდე და საკუთარი სული ვზღვიო,
რაღაცა შენი აზრების, შენი ფიქრების, შენი რაღაცა ხედვების გამო. გავკითხვას მიღირს ეს ყველაფერი? და თუ მიღირს ეს ყველაფერი, ანუ თუ შემიძლია, ნახეთ, იმხელა სარწმუნოება უნდა გქონდეს და იმხელა სულიერი მდგომარეობა ჯანმრთელი უნდა გქონდეს და უნდა დავხვდეთ ამას, რომ შევძლო რაღაცა ვთქვა კიდეც, მაგრამ ისევ თქვა, ისე მოვიქცე, რომ სული არ დავიზიანო. და ვინც არ უნდა იყოს იქით მეორე მხარეს მიდგას და მითხრას, რომ იცი რა, მოდი შენი სული შემომწირე ეხლა მე, შენი სულის მდგომარეობა შემომწირე მე. იმიტომ რომ ეხლა ჩემი ისე იგი აღმატებული იდეებისკენ მოგიწოდებ შენ, მე სახარებას კითხულობ და მამესო, რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვის ისა. ამას ნუადრის ნურავინ იქ რაღაცა, როდესაც ადამიანი თავგანწირვაზე მიდიხარ. ეს სხვა არის, როდესაც 100,000 მოწამე იდგა და ხატისთვის არ უნდა დაებიჯებინათ, იქ სულიერი სიხარულით მიდიოდნენ ის ადამიანები. იქ განკითხვით, ვიღაცის შეურაცხყოფით და ვიღაცის ლანძღვით კი არ მიდიოდნენ, 100,000 მოწამე რომ მიდიოდა იქ, თან ამ ჯალათებს ლანძღავდა, სადმე წერია ეს? არა. იმიტომ რომ იცოდა, რომ თუ კი ის ლანძღვით მივიდოდა იქ, მაშინ ვერ გააკეთებდა იმას და რომც გაეკეთებინა, რაც ყველამ გააკეთა, სულს ვერ იცხონებდა. იმიტომ რომ გინებით და ლანძღვით გასული ადამიანი მარადიულობაში ის სულს ვერ იცხონებს. ანუ ის კი იმსახურებს, განა ჯალათი არ იმსახურებს, ან ისე იგი ცუდს და არ იმსახურებს რაღაცა ლანძღვას და იმას, განა არა, მაგრამ შენგან არ იმსახურებს, ოდესაც შენ მიდიხარ და იცი რომ აგერ 2 წუთში ეხლა, ხო, თავი უნდა მოგაჭრან და შენ მარადიულობას უნდა შეუერთდე. შენ ხვდები რომ ეხლა ამ დროს შენი სული უნდა იყოს ყველაზე მეტად სუფთა და განწმენდილი, რომ სულის თვალი ახელილი იყოს, რომ ახლა რომ დაგიხუჭავენ ამ ფიზიკურ თვალს, სულის თვალი ღია დარჩეს და მარადიულობაში ხედვა გააგრძელოს. და აი დღეს აი ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ, ნახეთ, აი რთულ პერიოდს გავდივართ. ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ. ეს ჩვენი ანუ წარსულში არასწორად წარმოებული სულიერი ცხოვრების ბრალია. არასწორად წარმოებული სულიერი ცხოვრების ბრალია. უმეტესობა ჩვენი მრევლისა, უმეტესობას აი ბოდის გიხდით, შენდობის თხოვნით მართლა, მაგრამ ვისაც კი დავლაპარაკები ვარ. ჩვენი აი სამრევლოს ვისაც აი უამრავი ადამიანი იცით ახლა რომ მე ურთიერთობება და ურთიერთობ. ან მე ვირო არ ჯერ ამას კი არ ვიძახი რომ ვინმე ვარ, მაგრამ ვინც მოდის და მე ურთიერთობება დამიჯერეთ. აი ამ ღრმა საუბარში აი ჩაყვები თუ არა, ადამიანი ვერც კი მოყვება იქამდე, ორ წინადადებას ვერ გადააბავს სულის ცხოვრების შესახებ. იმან თავისთვის არის ის სხვას რა უნდა ასწავლოს. ჩვენ შვილებს, ჩვენ ახალგაზრდებს რა უნდა გადავცეთ? თქვენ გონიათ სიტყვებით გადაეცემ რამე? თქვენ გონიათ ლაპარაკით გადაეცემ რამე? 90% ჩვენს შვილები უყურებენ ჩვენს ქმედებებს და მერე უყურებენ საუბარს. უსმენენ საუბარს და ითვალისწინებენ. და ჩვენ შვილებს ასე უნდა მოდი შვილო, აი ახსარება უნდა თქვა, ის უნდა თქვა, ეს ლოცვის წიგნი აიღე, დაიწყე რაღაცა და თავარს ვერ ვანახებდე. ანუ რო თქვას დე, აუ რა კარგია რომ მორწმუნე ხარ, მამა რა კარგია რომ მორწმუნე ხარ, რა. შურს შენი სარწმუნოების, იმიტომ რომ შენი სარწმუნოება აშკარად ცოცხალია. აშკარად სხვანაირად ცხოვრობს, სხვანაირად იყურები, სხვა ხედვა გაქვს, სხვანაირად რეაგირებს სხვადასხვა განვითარებულ მოვლენებზე. არა ისე როგორათაც ტელევიზორში ვუყურებ, არა ისე როგორათაც ჩემს გარშემო ადამიანებს ვუყურებ. არამედ ბიჭო სხვანაირად რაღაცა სხვანაირია, გრძნობენ ამას. ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანები გრძნობენ ამას, რომ სხვანაირია დედა ჩემი, სხვანაირია მამა ჩემი. აი ეს არის ის ცოცხალი სარწმუნოება და ამას ვერ ითამაშებ, საქმეც ესაა, რომ ამას კი ვერ ითამაშებ. შეუძლებელია ეს ითამაშო, გამოგივიდეს. ეს ნიღაბი არ არსებობს. ადამიანმა შეიძლება ბევრი სხვადასხვანაირი ნიღაბი გაიკეთოს. სამსახურში გაიკეთოს ნიღაბი, როგორც კარგმა თანამშრომელმა, ოჯახში კარგმა მშობელმა თუ მეუღლემ, ანუ სულ სხვადასხვანაირად შეუძლია ადამიანს სხვადასხვა ნიღბები ატაროს და ასეც ხდება, ატარებენ ადამიანები ამ ნიღბებს, მაგრამ
მორწმუნის ნიღაბს ვერ მოირგებ ადამიანი. ეს სულიერად მცხოვრები ადამიანისთვის ეგრევე თვალსაჩინო ხდება. ამიტომ დღეს აი ეს ნიღაბი, მორწმუნის ნიღაბსაც როგორღაც ქსოვენ ადამიანები, როგორღაც უნდათ რომ იქნებ ეს ნიღაბიც არსებობდეს. იქნებ ეს ნიღაბიც როგორღაც გამოვიდეს და ამას ცდილობს მთელი აი ჩვენ მრევლი ჩვენი ადამიანები, რომლებიც გარეთ არიან, როგორმე მორწმუნე ადამიანის ნიღაბიც გამოუვიდე, ჩამოაყალიბ, ყალიბში ჩამოასხან, რომ ესეც მოირგონ როგორღაც და დამთავრებული იქნება, მაგრამ მე გეტყვით, ამას ვერ გააკეთეთ, ვერ მოირგებთ ამ ნიღაბს. იმიტომ რომ სულიერი თვალით მართლმადიდებელი ეკლესიის, 2000 წლოვანი გამოცდილი თვალით იმ წუთში გამოჩნდება, რომ ნიღაბია და ეს ამას არაფერს ჭეშმარიტ ცოცხალ სარწმუნოებასთან საერთო არ აქვს. აი ეს არის და ამას ხედავ, ნახეთ მე ადრე გითხარით, დაინახე, მაგრამ იტვირთე. და ამას ხედავ ადამიანი არა მხოლოდ ჯერ ხო საკუთარ თავში უნდა ხედავდე პირველ რიგში და მე ხედავ ამას. მრევლშიც ხედავ და მე გითხარით ამას წინათ რომ ახლა აი საუბრის დროს გითხარით დამიჯერეთ, ნუ გაგიკვირდებათ, მე გიცავთ, თქვენს გონებას ვიცავ. თუ ოდესღაც აი ხშირად არის ხოლმე გაიგებთ იმ სასულიერო პირმა ისაქნა, იმან ესაქნა ეს დაგიცვათ უბრალოდ რომ სასულიერო პირებიც კი გაახდნენ სასულიერო პირები, მაგრამ ჯერ სარწმუნოება არ გააჩნიათ, ან ძალიან მცირეა მათში შეიძლება სარწმუნოება. ჩემშიც მათ შორის შეიძლება. ამიტომ ამას შრომა ჭირდება, სარწმუნოება არ მოდის წლებით, სტაჟით. სარწმუნოება არ მოდის წმენა, ეს ადამიანს შეუძლია განიწმინდოს ძალიან მალე, თუ კი ის მართლა დაადგება განწმენდის გზას. ერთ წელიწადში, რამოდენიმე თვეში ადამიანმა შეიძლება სულიერ ცხოვრებაში ისეთ სიმაღლეს მიაღწიოს, შეიძლება ადამიანი 20-30 წელი იყოს ტაძარში და იმას არ ქონდეს მაგ მდგომარეობას მიღწეული. და მე აქ არის ხოლმე შური, აქ მოდის ხოლმე ის რომ შენ რა ეხლა მოხვედი და შენ აი ეს ხდება მერე და კიდე გეუბნებით აი ეს ნიღბებია, რომლებიც მერე ერთმანეთს მოკლედ არაძლევენ საშუალებას, ნიღბიანი ესე რომ ვთქვათ, აი უმრავლესობა ნიღბიანი მორწმუნეების არაძლევს საშუალებას ცოცხალი სარწმუნოების მქონე ადამიანებს, რომ ისინი იყვნენ მაგალითები ეკლესიაში და ისინი იდგნენ წინ, მათ უთხრათ რომ თქვენ წარგვიძეხით წინ. აქ უკვე ნახეთ სამღვდელოებაც ესე იქნება, რომ მე არა, მოდი მომავალ შენ იყავი ჩემ წინ. იმიტომ რომ შენ ჩემზე უფრო დიდი შენ უფრო ხედავ რომ შენ უფრო მეტი გაქვს სარწმუნოება. შენი რწმენა უფრო ღრმაა და მოდი შენ გვიწინამძღვრე, შენ წადი ჩვენ წინ. შიში იქნება უკვე, შიში გაჩნდება, ღვთის შიში გაჩნდება. რომ რაზეც წინაზეც ვილაპარაკე წინა საუბარში. ნამდვილად ჭეშმარიტი შიში გაჩნდება. რომ იცი რა, მე მგონი მე სარწმუნოებაში ცოტა ისე იგი არა ვარ მყარი. ამ დროს არის ხოლმე რომ მაგიტო იყო რომ გარბუდნენ ძველი ისინი, დღეს ტრადიციაა თუ იცით სამღვდელო პირებს ორი ადამიანი რო არის ხოლმე გვერდით რომ მიყავთ, იცით რატო არის ეს ტრადიცია? გარბოდნენ და ორ ადამიანს ეჭირა რომ არ გაქცეულიყვნენ, თქვენ ხვდებით? რამხელა შიში ქონდა და რამხელა პასუხისგებლობა და რამხელა უღირსების განცდა და სულიერი მდგომარეობის როგორ ის რომ ისე იგი მე არა ვარ ღირსი რომ სამღვდელო პირი გავხდე. იმიტომ რომ ის სიმხელა სიღრმეა და სიმაღლეა. და მე გეტყვით რომ ძალიან ღრმა და ძალიან მაღალია სამღვდელო მსახურება. და დღეს პირიქით ხო ხედავთ, აი ნახეთ როგორ ჩვენც ესე ვართ. ის უფრო კარგი, ის სასულიერო პირი, ეს ჭიდაობა მიდის ამაში და ეს ყოვლად დაუშვებელია ეკლესიის წიაღში. და აი ამას ვკითხულობ, ნახეთ, აი ამას გეუნებით და ამას ვცდილობ რომ იქნებ დაინახოთ ეს ყველაფერი, რომ შეხედეთ ამას, აი ამ თვალით შეხედეთ, რომ სულიერი ცხოვრება ისწავლეთ, ვისწავლოთ ყველამ ერთად სულიერი ცხოვრება, რომ ჩვენ არ გქონდეს არაფერი დასაკარგი და არავინ შეძლოს რაიმე წაგვართვას. ამას ვერ წაგართმევთ. რაც არ უნდა მატერიალური გარშემო წაგართვან ყველაფერი, ვერ წაგართმევენ მთავარს. ქრისტეს სარწმუნოებას, რწმენას, ცოცხალ რწმენას, სულს, რომელიც ცოცხალია, მღვიძარია, მხნე არის, ხედავს სულიერ ცხოვრებით, ყოველდღიურ სულიერ ცხოვრებით ცხოვრობს, იღწვის და მასთან ღმერთი მოდის, ღვთის მადლი მოდის, ღვთის ნიჭები მოდის.
ამას ვერ წაგართმევს ვერავინ, ეს სხეული ვერ დააყენებს ამას, ვინც არ გინდა და ჩვენი მოწამეები და დიდი წმინდანები, რომლებიც ყავს, აი ამ მდგომარეობაში იყვნენ, სულ იმდენად ცოცხალი იყო და ღმერთს ხედავდა და იმდენად ფხიზელი იყო და ჯანმრთელი იყო სული, რომ სხეულის ტკივილს ვეღარც გრძნობდნენ. აბა გაიხსენეთ ჩვენი მოწამეები წმინდა გიორგი აიღეთ და უდიდეს ქეთევან წამებული აიღეთ. როგორ დაითმინეს ეს ყველაფერი? ქეთევან დედოფალმა როგორ დაითმინა ამდენი? წაიკითხეთ მისი რა იყო, ანუ ნაკუწე, ან ფაქტობრივად დაანაწევრეს, დაანაკუწეს ადამიანი. როგორ შეძლო? პირველი რაღაც კიდური რომ მოაჭრეს, იქ კერდი მოაჭრეს სათითაოდ, როგორ უძლებდა? როგორ არ კარგავდა? ის ხო სულიერად შინაგანად მშვიდად იყო, როგორ აკეთებდა ამას? აი ამიტომ აკეთებდა. სული მადლით მოსილი სხეულსაც აი თითქოს აი გაუტკივარების მდგომარეობაში ამყოფებს. აი რაღაცა ხდება მაგ დროს, აი საოცრება ხდება, რო იცოდეთ, აი საოცრება ხდება მაგ დროს. ესაა სარწმუნოება, ესაა მართლმადიდებლობა, აი ესაა სიღრმე ჩვენი რწმენისა. და არა ის, რასაც დღეს საუბრობთ, ლაპარაკობთ, რაღაცა მოკლედ პოლიტიკა გინდა ეკო, აი რაღაცებზე ვსაუბრობთ, აი რაღაცა ისეთებზე ვსაუბრობთ, რომ კი ბატონო მაგაზე საუბარი ვინმე კი არ იძახის, რომ არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ თავარს უნდა დავივიწყებთ. მიზეზთა მიზეზებს უნდა დავივიწყებთ. თავარი რა არის, უპირველესი რა არის, ამას უნდა დავივიწყებთ. სულს სასუფევლის პირველად ეძიეთ სათასასუფეველად, სულს უნდა დავივიწყებთ. წინასწარმეტყველებას შეურაცხყოფ. აი ამ სულს ნუ დავთრგუნავთ, ამ სულს ისე იგი როგორ გითხრათ იცი, გავყიდით. აი ამის თქმა მინდოდა მეორე მუხლით ვერც კი წავიკითხეთ საათი და 15 წუთია უკვე ბევრი მოგვივიდა ჩვენ ამაზე საუბარი. იმედია რომ სულისთვის სასარგებლო იყო ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ და მიხვდებით რა არის სარწმუნოება. მინდა რომ მიხვდეთ ამას. რომ აი ეს ყველაფერი მერე წიგნის წაკითხვაც. აი ეს თქვენთვის იქნება როგორც აი ისე იგი წყურვალისთვის გრილი წყალი. აი აუამისოთ ვეღარ გაძლევთ, ვერც ლოცვის გარეშე, სულიერი განწმენდისა და გასუფთავების გარეშე ვერ გაძლევთ ხალხო, ვერც უნდა ძლევდეთ. იმას კი არ უნდა ამბობდეთ აღსარებაში, რომ ლოცვა დამეზარა, ვერ წავიკითხე, ვერ ვილოცე, რაღაცა წლები გავიდა უკვე. ამაზე კი აღარ უნდა იყოს საუბარი და აქ ფორმებზე არა, შეიძლება დილის ლოცვა ვერ წავიკითხე ის რაც კანონით არის, მაგრამ ლოცვის გარეშე ვერ ვძლებ ადამიანია, ვერ უდაძლებდე. სახარების გარეშე ვერ უდაძლებდე, სული ვერ უნდა, სული უნდა ითხოვს თავის საკვებს და ვერ უნდა ძლებდე საკვების გარეშე, როგორც შიმშილის გარეშე ვერ ძლებ ადამიანი. აი ეს მდგომარეობაში უნდა და აი ესაა სულიერი ცხოვრების გარკვეულწილად, ისე იგი ღვაწლი, რასაც ჩვენ ვეძახით, სულიერ ცხოვრებას. კარგია ყველაფერი, ისე იგი იმის შენებლობაც, ამის შენებლობაც, ტაძრებიც ვაშენოთ, რავი, ვაშენოთ ყველაფერი, ვაკეთოთ ყველაფერი. მაგრამ ხო ხვდები, ტაძრები გვაქვს. ხალხი აღარაა თითქმის შიგნით. რა იქნა ის ხალხი 90-იან წლებში, რომ სავსე იყო ტაძრები, სად წავიდნენ ის ადამიანები? სად წავიდნენ ეს ადამიანები? ვიღაცები აბრალებენ იმ მამაომა, ამ მამაომა, იმ მეუფემა, ამანა, იმანა, ეს არის, როგორ გითხრათ, საკუთარი თავიდან აცილება პასუხისგებლობისა. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი პასუხისგებლობა გვაქვს ამაში. გვაქვს ნამდვილად, რომ ჩვენ მთავარი ვერ ვასწავლეთ ეს. ავაშენეთ ყველაფერი, მატერიალურ იმას მოვირგეთ ყველაფერი, კომუნიზმის მერე რაც კი წაგვართვეს, რაც კი წაგვართვეს, იმის დაბრუნება დავიწყეთ და პირველი რაც დავიწყეთ, მატერიალურის დაბრუნება დავიწყეთ. ის მომეცი, ეს მომეცი, მიწა მომეცი, ის მომეცი, ეს ამიშენე, ის ფული მომეცი, ის მომეცი და დააბრჩა ყველაზე მთავარი უყურადღებოდ. ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წიაღში იდგნენ,
ადამიანები გავსებულები იყო ტაძრები ზოგადად იმ სულიერი ცხოვრების ვერ როგორ გითხრათ, ანუ ვერც ხედავდნენ შეიძლება თუ ხედავდნენ ვერ განახორციელეს, ანუ სხვა მოლოდინები ქონდათ, გარკვეულწილად შედეგზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. რომ დღეს ხელახლა მოსაქცევია ერი. დღეს კიდევ ხელახლა სასწაული გვაქვს. ალბათ ეს ეტაპი გასავლელი ქონდა, კი ბატონო. მე განკითხვით არ ვსაუბრობ ამაზე. მე რეალობა, ანუ ესე რომ ვთქვათ, ავადმყოფობას ვაფასებ, ანუ რომ ეს დაგვემართა. ეს დაგვემართა უბრალოდ, ანუ ყველაფერი გვაქვს თითქოს, ანუ ტაძრები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ აი ეს ნამდვილი მიზეზთა მიზეზები, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ალბათ ეს არის ეტაპი უკვე რაზეც, მაგრამ იქნებ უკვე დავიწყოთ ეს ეტაპი, არ არის სწორი? რომ სულიერი ცხოვრება დავიწყოთ, მართლა რასაც ქვი, იმ ტაძრებში სულიერი ცხოვრება რომ დავიწყოთ, ამის დრო ხო დადგა. და არა მხოლოდ მსახურებების აღსრულება, არამედ მღვდელიც, ერიც და ბერიც სარწმუნოებას, ანუ სულიერ ცხოვრებას, რაზეც დღეს ახლა ვისაუბრეთ ამდენი, აი ამას მიაქციოს ყურადღება, რომ მორწმუნეები გავხდეთ, მართლა რეალურად მორწმუნეები გავხდეთ. და არა რიტუალის აღმასრულებლები და შემსრულებლები უბრალოდ. თორე ის კარგია, რა თქმა უნდა კარგია და საჭიროა, მაგრამ წლები გავიდა უკვე. შვილობის ასაკიდან ხო და საჭიროა გადავიდეთ უკვე ყრმობის ასაკში. ხო არ შეიძლება ყოველ იმაზე, ანუ ლაპარაკობდეთ იმაზე, აი ეკლესიაში როგორ უნდა მოვიქცეთ. კარგით, 20 წელია ტაძარში დადიხარ და კიდე იმაზე ვსაუბრობ, ეკლესიაში როგორ უნდა მოიქცე. შენი სული რას გეუბნება, როგორ უნდა მოიქცე, ამაზე მესაუბრე მე. თუ შედიხარ ტაძარში, ის თვითონვე უნდა გიკარნახობდეს, რა უნდა გააკეთო, ღმერთთან შესახვედრად მოხვედი. იქ რავი, აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რა ტელეფონზე ლაპარაკზე და იმაზე, რაზეა საუბარი კაცო? ყველაფერი გადაიდო, ყველაფერი მორჩა. ღმერთთან, სული ღმერთთან არის. ეს ბუნებრივი უნდა იყოს, ეს სულიერი ცხოვრების, ანუ ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს. აქ ვიღაცა კი არ უნდა გეუნებოდეს ამაზე, მაგრამ შენ თვითონ უნდა აკეთებდე ადამიანს. ღმერთმა მოგცეს ძალა, სარწმუნოება, მე შენდობას ვთხოვთ, მე უბრალოდ რა მინდა თქვა, რომ ჩემ თავზე, ანუ ესე იგი ძალიან ბევრი ესეთი პერიპეტიები გავიარე, მე პირადად გავიარე ძალიან ბევრი ესეთი პერიპეტიები, წაქცევები, წამოდგომები ისინი ესენი და ამიტომ აი როგორ გითხრათ, იცი, აი მე უბრალოდ მეც აი როგორ უბრალო ადამიანები, აი მრევლი რო უყურებ ხოლმე მრევლს, აი მართლა მედარდება და მედარდებით. ყველა მთელი ჩვენი ეკლესია საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად ეხა სამღვდელო პირი რაღაცას იზავს თვითონ. ანუ რაღაცა მაინც ღმერთი ანიჭებს რაღაცა გარკვეულ ძალას. იმიტომ რომ პასუხისგებლობა აქვს მას და რაღაცა გარკვეულ ძალას ანიჭებს ღმერთი მას. და გინდა არ გინდა საკუთარ თავს მაინც ეკლესიის წიაღში შეინარჩუნებს და გადაირჩენს თუნდაც პროფესიულად. მაგრამ თქვენ თუ ეს სარწმუნოება არ გექნებათ, ანუ დაზიანდებით ძალიან, ნუ ფიქრობთ იმას, რომ ანუ თქვენ არ წახვალთ ეკლესიიდან, დამიჯერეთ. ისეთი რამეები შეიძლება მოხდეს, რომ თქვენ შეიძლება წახვიდეთ. და ამიტომ აი ეს სიძლიერე უნდა გქონდეს ჩვენ, რომ არ განმაშოროს, რამ უნდა განმაშოროს მე ღვთის სიყვარულს. იესოში, ქრისტე იესოში, რამ უნდა განმაშოროს მე ღვთის სიყვარულს. აი ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ. მე მედარდება, აი თქვენი უბრალო მრევლის მდგომარეობა მედარდება, რომ არ აღმოჩნდეთ გარეთ. არ აღმოჩნდეთ ეკლესიის გარეთ, არ აღმოჩნდეთ განკითხვაში, არ აღმოჩნდეთ ვიღაცის, ანუ ვისწავლოთ, რთული პერიოდი გველოდება, ძალიან რთული პერიოდი გველოდება. როგორც სამღვდელო პირებს, სასულიერო პირებს, აღარ იქნება ის პატივი და დიდება, რომელიც იყო, დამიჯერეთ. აღარ იქნება. რომ გადიოდი და 3 და 4 მანქანა რო გიჩერებდა და რაღაცა, დამიჯერეთ, მოვა დრო, რომ ესე არ იქნება და ჩვენი სარწმუნოებაც იქნება შინაგან რწმენაზე დამოკიდებული და არა გარეგნულ ფორმებზე და დადგება ეს დრო. როცა დადგება, ამისთვის მზად უნდა იყოთ, უბრალო მრევლი, რომ ეკლესიაში შენარჩუნდეთ. ამ სიტყვებით ვასრულებ მე ჩვენ საუბარს. გაცილებით ადვილი ადამიანი მოხვიდა ეკლესიაში, მაგრამ უფრო რთულია დარჩე ადამიანი ეკლესიაში.
გაცილებით ადვილია გზა გაიარო ადამიანმა სახლიდან ტაძრამდე და გაცილებით რთულია, მოკლეა, მაგრამ რთულია გზა ადამიანმა ტაძრის შესასვლელიდან ამბიონამდე გაიარო. ანუ ამბიონამდე გულისხმობ ზიარებამდე და ქრისტემდე. ეს დაიმახსოვრეთ ყველა. ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი, წერს ერთი ადამიანი, მაგრამ კიდე გეუბნებით, ჩვენ სულიერ ცხოვრებაზეა დამოკიდებული ეს. ღმერთო დაგვიფარე, გასაგებია, მაგრამ ღმერთი ხშირად მკურნალობს ტკივილებით. როცა ადამიანს არ გესმის რაღაცა, მერე მოდის განსაცდელი. და რო გონია, რომ ადამიანს სარწმუნოება გაქვს, აი სარწმუნოება გამოიცდება შენ იმ განსაცდელად. და აი სასულიერობის მაგალითად მე რომ გონია რომ მორწმუნე ვარ და რომ გონია და ამ ყველაფერს შეიძლება ფუთავდე პატივითა და დიდებით და მამაო და ისა, აი დადგება პერიოდი, როდესაც ცოცხალ ან დავრჩები ჩემს სარწმუნოებასთან ერთად. აი გაქვს თუ არა რწმენა, აი გამოჩნდება ადამიანის. და ამიტომ თუ გამოვხიზლდებით, თუ სულიერად დავიწყებთ ცხოვრებას და ღმერთს დაუძღახებთ, მაშინ სხვაგვარად იქნება ყველაფერი. მაგრამ თუ არ ამ ცოცხალ სარწმუნოებისკენ არ წავალთ, მაშინ ღმერთი მაინც მიგვიყვანს, იმიტომ რომ უყვარ ვართ. რაღაც უყვარ ვართ, მიგვიყვანს მანდამდე და მიგვიყვანს როგორ იცით? შობელი რას აკეთებს ხოლმე, როდესაც ბავშვი არ უჯერებს, პირობითად, ხო? რაღაცა ცოტა ძალით წაიყვანს, გააკეთებინებს. აი ესე მოკიდებს ღმერთი, თავისი სიყვარულის ხელით მოკიდებს, მაგრამ ეს სიყვარულის ხელია, რომელიც გვეთკინება ჩვენ. თორემ იმ სიყვარულს ვერ გავუძლებთ ჩვენ და ის სიყვარულის ხელით მოკიდებს და გაგვატარებს მაინც იმას, რისი გავლაც ჩვენ თვითონვე არ გვინდა. მაინც გაგვატარებს ამას, აი მაინც გაგვატარებს ამას. ამიტომ სჯობს რომ ჩვენ თვითონვე უფალს უთხრათ, არა უფალო. ჩვენ გულისხმავ ყავთ. ჩვენ ვიწყებთ სულიერ ცხოვრებას, ჩვენ შევეწინააღმდეგებით საკუთარ ცოდვას, საკუთარ ვნებას, საკუთარ ჩვევებს, საკუთარ თვისებებს, შევეწინააღმდეგებით. ჩვენ ვიწყებთ აი ამ ცხოვრებას. შეგვეწიე დევედრე. აი უფალი ამ დროს ხო? მოვა და მოკიდებს თავის მოსიყვარულე ხელს და წაგვიყვანს მარადილობისკენ გზაზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას. შენდობას ვთხოვთ ჩემი საუბრისთვის, შეიძლება მე კიდე გეუბნებით, აი ხან არ მინდა ხოლმე ამ ყველაფერზე საუბარი, იმიტომ რომ ძნელია ისაუბრო ამაზე და რაღაცნაირად აი ვიღაცას გული ეტკინება, ვიღაცას რაღაცა გულის წყრომაში ჩავარდება, მაგრამ თავარი ერთი არის, რომ თუ რამეს საუბრობ თქვენდამი სიყვარულით და თქვენდამი გულის ტკივილით და თქვენზე ზრუნვით, ანუ რაღაც რაც მე შემიძლია, ხა მე ვინ დამადგინა ამისთვის, მაგრამ რაც მე შემიძლია იმის აი ზრუნვისთვის, რომ თქვენ შეძლოთ, რომ მართლა შეძლოთ მორწმუნეები იყოთ რა. მართლა რწმენა გქონდეთ და რაღაცა ვიღაცების დასაცინი არ იყოთ, აი ვიღაცების დასაცინი არ იყოთ, რომ მართლა ხშირ შემთხვევაში აი ზოგი ადამიანი რაღაცას კი დაგვრცინებს ხოლმე, მაგრამ ხან მართლები არიან ხოლმე დამიჯერეთ. აი წარია მაგის მოსმენა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი გამოსაფხიზლებლად ლაწანი არის ხოლმე ჩვენთვის ხოლმე. აი მინდა რომ რაღაცა მართლა, ვისაც გვინდა, ვისაც გინდათ, მართლა მორწმუნეები იყოთ და არა რაღაცა ისე იგი ნიღბით ვიაროთ ამ მორწმუნეებისა, როგორც მე მღვდელმა და როგორც თქვენ კიდე ისე იგი ქრისტეს მე როგორც ქრისტეს მღვდელმა და თქვენ როგორც ქრისტეს მრევლმა. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას და ის წყალობა და მადლი იყვეს ყველა თქვენთაგანთან და ცოცხალი სარწმუნოებაში გავგვაძლიეროს ღმერთმა. ამინ. ნახვამდის.